დღეს ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობას და სწორედ სამოციქულო გვაწვდის სწავლებას სულთმოფენობის შესახებ. და როცა სრულდებოდა 50-ობის დღე, ერგასობას ეძახდნენ. ანუ ერგასობა ეს არის კანონის მინიჭება სინას მთაზე, აღთქმის დადება ღმერთსა და რჩეულ ერს შორის. ყველანი ერთად იყვნენ ერთ ადგილას და იყო მეყსეულად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერაო და აღავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ და ეჩვენა მათ ცეცხლის ალივით გაყოფილი ენები და გაჩერდა თითოეულ მათგანზე. სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე, როგორც ბრძანებს იოანე ოქროპირი, 120 ადამიანზე და არა მარტო მოციქულებზე. ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე. როგორც სული ამეტყველებდა მათ, წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, გთხოვ დაუკვირდეთ, რომ სულიწმინდა ზუსტად მაშინ მოდის, როცა ისინი ლოცულობენ, როცა აქვთ სიყვარული. ცხოვრობდნენ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში ადამიანები, ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ. ასევე იოანე ოქროპირი აქაც ბრძანებს, ისინი რომ ღვთის წინაშე თრთოდნენ, ეს იუდეველები, ამის საბუთი მათი აქ ცხოვრება. რატომ? იმიტომ, რომ ეს ებრაელები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მიატოვეს სამშობლო, სახლები, ნათესავები და აქ გადმოსახლდნენ. როცა გაისმა ეს ხმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდნენ, რადგან თითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი ამად საკუთარ ენაზე. რა კი ეს ამბავი სახლში მოხდა, ბუნებრივია, მოცვივდნენ სახლის გარეთ მყოფნი. ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ, განაყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც დავიბადეთ. და ჩამოთვლილია პართელნი და მიდიელნი, ელამიტელნი და მკვიდრნი შუა მდინარეთისა, იუდეისა, კაბადოკიისა, პონტოსი და ასიისა, ასევე ეგვიპტისა, ლიბიის ცხოვრებნი და რომის მოქალაქენი, იუდეველნი და მწირნი, კრეტელნი და არაბები. ვუსმენთ მათ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღმრთის სიდიადეს და უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს. რას მოასწავებს ეს? სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭარი უსვამთო. ნახეთ როგორი უმეცრება არის. მოციქულები სხვადასხვა ენებზე ეტყველებდნენ და ზოგი ამბობდა, რომ თვალები არიანო მაჭრით. დღეს არის ეკლესიის დაარსების დღე, დაბადების დღე, როდესაც სულიწმინდა გადმოვიდა, სწორედ პავლე მოციქულმა თავისი ქადაგებით 3000 ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე და სწორედ მისი ქადაგება იყო ძალიან შთამბეჭდავი. დაეუბნებოდა, რომ თქვენ რომ აცვით ჯვარს უფალი იესო ქრისტე, იგი აღდგა მკვდრეთით და იგია ძე ღმრთისა. 3000 ადამიანი მოინათლა და სწორედ ესე ჩაეყარა საფუძველი პირველ მორწმუნე ერს. ამდენად დღევანდელი სიტყვა მინდა ეკლესიის შესახებ წარმართო კერძოდ იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც ყველა მიცით, რომ მიმდინარეობს კრება, რომელსაც უწოდებენ ყოველთა მართლმადიდებელთა. მე მინდა წაგიკითხოთ წერილი, რომელიც შედგენილია დიდი მღვდელმთავრის იოანე ოქროპირისა და ახალმოწამის და აღმსარებლის მარკოზის წერილების მიერ და კერძოდ თუ როგორია ეკლესიასთან თანაზიარება და რომ ეს არის ჭეშმარიტებასთან
თანაზიარების პირობა და მსოფლიო კრების განმასხვავებელი ნიშნები როგორია და საფუძველი უცდომელობისა რაში მდგომარეობს. მოусმინოთ. ქრისტეს ეკლესია თავისი არსით ურთიერთ სიყვარულის კავშირს წარმოადგენს და აქედან უცდომელობა ეკუთვნის მხოლოდ ურთიერთ სიყვარულის კავშირს. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების შემეცნება ერთმევა ყველას, ვინც თავის თავს ამ კავშირიდან გამორიცხავს. ესე იგი თავის თავს მასზე მაღლა აყენებს. და ერთ-ერთი საკითხი იყო ის, რომ ბართლომეოსი სწორედ არა ეპისკოპოსებთან, ანუ პატრიარქებთან, არამედ ცალკე უნდა დამჯდარიყო. ცალკე. რაც იმაში გამოიხატება, რომ თავისი ავტორიტეტის საფუძველზე ყველა სხვას ახვევს საკუთარ აზრს. და ესეც იცით, რომ მაინც განაცხადა, როგორც ჩვენ ვიცით, ბართლომეოსმა, მსოფლიო პატრიარქმა, რომ ყველასთვის სავალდებულო იქნება ეს კანონები. ჭეშმარიტების შემეცნება ერთმევა ყველა იმას, ვინც ასეთ მკრეხელობას ჩადის. თუ კი ამას ერთი ცალკეული პირის ჩადის, მაშინ ჭეშმარიტების შემეცნება ერთმევა ამ პირს. ხოლო თუ კი მას პირთა კრებულის ჩადის, მაშინ ჭეშმარიტების შემეცნება ერთმევა ამ კრებულს. როგორი ტიტულითაც არ უნდა იმშვენებდეს თავს იგი, თუნდაც მსოფლიო კრების ტიტულით. იმიტომ, რომ ჭეშმარიტი მსოფლიო კრება ეს ისეთი კრებაა, რომელიც მოწმობს სარწმუნოებაზე არა თავისი თავიდან, არამედ ეკლესიიდან. ვინაიდან ქრისტეს ეკლესიაში ვიმეორებთ, არავის აქვს რაიმე მადლი საკუთარი რწმენისა ან და საკუთარი მეცნიერებისა, რომელიც მისთვის პირადად ან და სრულად იქნებოდა მიცემული, არამედ ეკლესიასთან მისი თანაზიარების ზომის შესაბამისად. კრება კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია კრებითობა, რომელიც ვლინდება ყოველნაირად, იქნება ეს კრებაზე თუ კრების გარეშე და იმის მიხედვით ეკლესია გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში იწვევს კრებებს თუ არ იწვევს. სრულიადაც არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამა თუ იმ პერიოდში არსებობს უცდომელი სწავლება, ხოლო სხვა რომელიმე პერიოდში არ არსებობს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პერიოდში გარემოებები მოითხოვდნენ, რომ ჭეშმარიტ სწავლებას ამ სახით გამოევლინა თავი. სხვა პერიოდში კი გარემოებები მაინდა-მაინც ამ სახით მის გამოვლენას არ მოითხოვდნენ. ამის გამო არც კრებითობა, არც მოძღვრება ოდნავადაც არ იცვლება თავის მადლმოსილ და უწყვეტ არსებობაში. ჩვენ ვთქვით, რომ კრება კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია კრებითობა. რა არის კრებითობა? მართლმადიდებლური კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს. ქრისტიანული სწავლების თანახმად კრებითობა მოქმედებს იმ ურთიერთ სიყვარულში, რომელიც აკავშირებს ეკლესიის ცალკეული წევრების მთელ სიმრავლეს, ანუ მთელს ეკლესიას და არა მარტო ერთს, ორს ან 100 ადამიანს. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ქრისტიანთა გულნი თანაშეტყველნი სიყვარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა, გულსავსებისა, გულის ხმის ყოფისა, მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესა, რომელსაშინ არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარული კოლასელთა მიმართ მეორის 2-3 მუხლები. ასე რომ წმინდა მოციქულის სწავლის მიხედვით ეკლესიის სწავლების თანახმად ეს ურთიერთ სიყვარული და არა რაიმე სხვა წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტეს ჭეშმარიტებათა შემეცნების გარანტიას.
და ეს ურთიერთ სიყვარული ღვთაებრივი სიბრძნის საიდუმლოებათა შემეცნებელი გამოიხატება ქრისტიანთა ურთიერთ თანხმობაში. ეს თანხმობა წარმოადგენს სულის მოქმედების შედეგს. ნახე, ურთიერთ თანხმობაში. და როგორ შეიძლება რომ როდესაც ადგილობრივი ეკლესია არ ჩადის და არ ეთანხმება, ეს იყოს საყოველთაო, ანუ ყველაზე მოქმედებდეს ეს კანონები. და ეს სული წარმართავს ქრისტეს ეკლესიის მთელ მიწიერ ნაწილს, თავის მიზნობრივ გზაზე. ცნობის მოყვარე გონებისათვის შეუცნობელი საშუალებებით. ეს სული თავად სულიწმინდაა და როგორიც არ უნდა იყოს ამ გზაზე შემხვედრი წინაღობები, როგორიც არ უნდა იყოს ეკლესიის ცალკეულ წევრთა ბოროტი ვნებები, ქრისტეს მადლს რომ ეწინააღმდეგებიან და ამ კრებითი ერთიანობის წინააღმდეგ აღმდგარან. გულებში მოქმედი ქრისტეს სიყვარული. სხვაგვარად თავად სულიწმინდა. ბოლოს და ბოლოს ყოველთვის ამარცხებს ამ ვნებებს და არასოდეს დაუშვებს, რომ მიწიერი არსებობა ეკლესიისა ჩვენ მიერ იქნეს განადგურებული. რამე თუ ქრისტე ჩვენთანა აღსასრულამდე სოფლისა. ამრიგად კრებითობა ქრისტეს ეკლესიაში ვლინდება ყველა წევრის ერთმანეთს შორის თანხმობაში. ეს თანხმობა არ უკავშირდება რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, რომელიმე გეოგრაფიულ პუნქტს, რომელიმე იერარქს და იერარქთა კრებულს. არამედ აკავშირებს ეკლესიის ერთობის ყველა წევრს და არანაირ იურიდიულ რეგლამენტაციებს არ საჭიროებს, რამდენადაც მისი თვითმყოფადი ძალა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი წესებით მოქმედებს. ის უბრალოდ არსებობს და თავად განსაზღვრავს ეკლესიურობის ყველა დანარჩენ მოვლენას, ნაცვლად იმისა, რომ ამ მოვლენებით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი ამ მოვლენათაგანია მსოფლიო კრებები. რას წარმოადგენენ მსოფლიო კრებები და როგორია მათი განმასხვავებელი ნიშნები? იერარქებისა და მორწმუნეების ყოველგვარი შეკრება არ არის მსოფლიო კრება, რადგანაც ჭეშმარიტ უცდომელ მსოფლიო კრებას წარმოადგენს მხოლოდ ისეთი კრება, რომლის დროსაც სახეზე გვაქვს ორი ფაქტორი. კერძოდ, ერთი მატერიალური, მეორე სულიერი. მატერიალური ფაქტორი არის იმ პირებში, რომლებიც კრებაში მონაწილეობენ მათი ერთობლივი მუშაობის გარეგან პირობებში და გადასაწყვეტი საქმეების რაოდენობასა და ხასიათში. სულიერი ფაქტორი კი დევს კრების მიერ დამოწმებულის იგივეობაში ეკლესიის მთელი სხეულის სარწმუნოებასთან. სწორედ ეს იგივეობა სხვა არაფერია თუ არა თავად კრებითობა, გამოხატული კრებაზე. და ის მხოლოდ ერთადერთი ის განსაზღვრავს მსოფლიობასა და კრებითობის უცდომელობას, რომელიც მთლიანად მასში მდგომარეობს. ვინაიდან კრება, მსოფლიოობა, უცდომელობა, ყველა ესენი თანაბარ მნიშვნელოვანი ტერმინებია, რომლებიც განსაზღვრავენ ერთი და იგივე მთელი სხვადასხვა სახეობას, რომლის სახელიც სულიწმინდა ეკლესიის წარმართველი. სწორედ ეს ღმრთებრივი სული წარმოადგენს ეკლესიურობის ყველა მატერიალური ფაქტორის საზომს, ხოლო ეკლესიურობის არამატერიალური ფაქტორები წარმოადგენენ ღმრთებრივი სულისათვის საზომს. აი ესა ძირეული განმასხვავებელი თვისება მართლმადიდებელი საყოველთაო სამოციქულო ეკლესიისა, რომელიც გადაულახავი უფსკრული ტყობს მას გადაჭრით ყველა რელიგიის, სექტისა და განხეთქილებებისაგან, რომელიც კი ოდესმე წამოტივტივებულა ჟამთა სვლის ზედაპირზე. ამრიგად კრება წარმოადგენს უცდომელს მხოლოდ ამ თავისი სულიერ განმსაზღვრელი ფაქტორის სახეზე ყოფნისას. იმიტომ,
რომ სოფლიო უცდომელობა ეკუთვნის, როგორც ჩვენ ნახეთ, არა კრებას თავისთავად, არამედ მთელ ქრისტეს ეკლესიას, რომელიც თავის შესახებ მოწმობს კრებაზე. და ბოლოს, ამრიგად თუ კი ეკლესიის მთელი სხეული ფაქტიურად იღებს შემდგარ კრებას, მთელი ეკლესია, საერთოდ ყველა ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ კრება იყო კიდეც მსოფლიო. თუ კი მას უარყოფს მაშა სადამე, ეკლესიისთვის იგი უმნიშვნელო იყო. ანუ გამოცხადება როგორც ავაზაკთა კრება, თუ ეს ეკლესიამ არ მიიღო. კრება თავისთავად არაფერს ნიშნავს, მნიშვნელოვანია მხოლოდ კრებითობა, რომელიც დამოკიდებულია არა პირთა რაიმე გვარ შეკრებაზე, მით უფრო რომელიმე ერთ პირზე, არამედ მთელ ეკლესიაზე. ყველაფერი ეს ისტორიულად მტკიცდება. რომელიმე კრების მსოფლიო მნიშვნელობა შეიცნობოდა არა მაშინვე, არამედ ამ საკითხის გასარკვევად აუცილებელი დროის გასვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, თავად ეკლესია და ყველა მისი ცოცხალი წევრი ეკლესიასთან თანაზიარების ზომის შესაბამისად თავისთვის პირადად თავიანთი კრებების, კრებითობის გამსაზღვრელ რაციონალურ კრიტერიუმს სულაც არ საჭიროებენ. მაგრამ ცდომილების თავიდან აცილებისა და რაციონალური დასახარდენის შეგრძნებისათვის, მათთვის, ვინც ამას საჭიროებს, ეკლესია კრებაზე რაციონალურადვე ასაბუთებს თავის მოწმობებს. ითვალისწინებს რა ყველასათვის ხელმისაწვდომ კრიტერიუმს. ამიტომაც იგი ეყრდნობა ისეთ ფაქტებს, რომელთა აღქმაც ყველა გონებას ძალულს. გარეშე გონებასაც კი. ჩვენ ახლა აუცილებლად მიგვაჩნია დაბეჯითებით მივანიშნოთ ერთ განსაკუთრებულ დასკვნაზე, რომელიც ზუსტად განმარტავს მართლმადიდებლობის დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებით. დასკვნა, კერძოდ, აი როგორია. ეკლესიის რწმენა ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ერეს, არა იმიტომ, რომ ის დაგმო რომელიმე მსოფლიო კრებამ, არამედ სწორედ, რომ პირიქით, ამა თუ იმ მსოფლიო კრებამ დაგმო რომელიმე კონკრეტული ერესი იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგება ეკლესიის რწმენას. ამ მდგომარეობით გზა ეკეტება ყოველგვარ შემდგომ პოლემიკას, ამიტომ, რომ იგი უკვე უსაგნო ხდება. ღმერთმა გვაშოროს და დაგვიფაროს ყოველივე ამ დემონური კანონებისაგან. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძველი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანები.